დღევანდელი ვიდეო არის კრიშტიანო რონალდუზე. ბოლო დღეებია უამრავი პოსტი და სტატია მხდება მის შესახებ და ხო ალბათ ესპანეთთან გამოვარდნის შემდეგ კრიშტიანოს სანაკრებო კარიერა დასრულებულია. მილიონი გოლშემატკივრების კუმირი უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის мотивация მისაბაძი მაგალითი. ზოგს უყვარს კრიშტიანო, ზოგს არ უყვარს კრიშტიანო. ზოგს მიაჩნია რომ სწორედ მის გამო გამოვარდა პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან, მეგრე არ თვლი მე მგონია რომ პორტუგალიის გამოვარდნა უპირველეს ყოვლისა იმის ბრალია რომ მარტინესმა ვერ შეძლო ნახევარდაცვაში გადაენაწილებინა ფუნქციები ბრუნოს და ვიტინიას შორის ისე რომ ეს გუნდისთვის სასარგებლო ყოფილიყო. მაგრამ დღევანდელი ვიდეო ამაზე არ არის. პორტუგალიის გამოვარდის მიზეზებზე არ არის. დღეს სურს მოგიყვეთ რამოდენიმე სტატისტიკური მაგალითი პორტუგალიაზე კრიშტიანომდე და მის შემდეგ. მაგალითად ის რომ პორტუგალიის ნაკრებს 75 წლის მანძილზე არც ერთი დიდი სანაკრებო ტურნირი არ ჰქონდათ მოგებული მანამ სანამ კრიშტიანო გამოჩნდებოდა. მასთან ერთად კი პორტუგალიის ნაკრებმა 3 სანაკრებო ტურნირი მოიგო, 1 ევრო და 2 ერთა ლიგა. ყველაზე ბევრი თამაში კრიშამდე ნაკრებში ფიგუს ჰქონდა ჩატარებული 127. კრიშტიანოს ნაკრების მაისური კი 223 ჯერ აქვს მორგებული. ზოგ ფეხბურთელს საკლუბო კარიერაშიც კი არ შეუტარებია ამდენი შეხვედრა. კრიშტიანოს გამოჩენამდე ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული ეუსებიო იყო 43 გოლით. კრიშტიანოს პორტუგალიის ნაკრების მაისურით კი 146 გოლი აქვს გატანილი. ევროპის ჩემპიონატებზე პორტუგალიის ნაკრების მაისურით კრიშტიანომდე ყველაზე ბევრი გოლი რუი კოშტას ჰქონდა გატანილი 4, კრიშს კი 14 აქვს. სოფლიოზე ეუსებიო ბომბარდირობდა 9 გოლით, კრიშს 10 აქვს. და ბოლოს კრიშტიანომდე FIFA-ს რეიტინგში პორტუგალიის უმაღლესი პოზიცია იყო 53 ადგილი. კრიშტიანოსთან ერთად კი მესამე. შეიძლება გიყვარდეს რონალდო, შეიძლება არ გიყვარდეს რონალდო, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ეს ფეხბურთელი ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა არის ამ სპორტის სახეობაში. ისეთი როგორიც ჯორდანი, ისეთი როგორიც როჯერ ფედერერი, ისეთი როგორიც შუმახერი და სხვანი და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, კრიშტიანოს ნაკრებიდან წასვლით, სავარაუდო წასვლით, ფეხბურთის კიდევ ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფურცელი დაიხურა და უდაოდ მადლობა მას რიგითი ფეხბურთის გულშემატკივრისაგან.